მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და ეს ვიდეო იქნება ჩვენი ამ კვირის UFC ბელგრადის ბეტინგ განხილვა. ვიდეოს დასაწყისშივე შეგახსენებთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხით თუ არ გაქვთ გამოწერილი და დამიწერეთ კომენტარები, რომ დავაჰაიპოთ ვიდეო და უფრო გავიზარდოთ. წინა კვირის Fight Companion-ზე მინდა ორი სიტყვა თქვა. პირველად გადმოვედი YouTube-ზე, პირველად მქონდა ლაივი YouTube-ში და საკმაოდ კარგად წარიმართა, როგორც ველოდებოდი. 20-30-მდე კაცი შემოვიდა. ჯიგრულად ჩაუჯექით მთლიან ქართს, თან ძირითადად ბიჭებიც ბილეთებს წურავდნენ ჩემთან ერთად და დიდმა ნაწილმა გაამწვანა ჩემთან ერთად, რითიც ძალიან ბედნიერი ვარ, თან ადრე იყო კარდი დაწყებული, არ მოგვიწია ღამის გადათენება. ამ კვირასაც საქართველოს დროით 5 საათზე იწყება პირველი ჩხუბი, პრელიმების პირველი ჩხუბი. მთლიანი კარდის განმავლობაში ვიქნები ლაივში, პირველი ჩხუბიდან ბოლო ჩხუბამდე. გეპატიჟებით ყველას, შეგიძლიათ შემოხვიდეთ, ერთად გავწუროთ ჩხუბები. ძალიან მაგარი აბუ-დაბის კარდი დავასრულეთ წინა კვირას. ბეტინგისთვის, ჩემთვის პირადად ეს კარდი იყო ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო. ესე ამდენი ესეთი კარგი პოზიცია, რომ ერთად წამოსულიყო, დიდი ხანია მართლა არ ყოფილა. ეს იყო მესამე ზედიზედ გამწვანებული კარდი. ძალიან კარგად მივდივართ, დიდი იმედი მაქვს, რომ ესე გავაგრძელებთ. თუმცა ვიცი fight game როგორია, ბეტინგის მხარე როგორია ამ სპორტის და ვიცი რაღაც მომენტში ჩავარდება ისევ კარდი და არ წამოვა ბილეთები, თუმცა მე მაქსიმალურად შევეცდები, რომ კიდე გავამწვანო, თან შევცვალე ახლა სტილი, აღარ ვაკეთებ დიდ ბილეთებს, ბევრი პოზიცია არ შემყავს ბილეთებში და ესე ჯერჯერობით ძალიან კარგად მივდივართ დაბალი კოეფიციენტებით, მაგრამ რეალურებით. თუმცა წინა კვირას ისეთი კარდი იყო და ჩემი პოზიციები ისე წამოვიდა, როგორც არ უნდა გამეკეთებინა ბილეთები და რანაირადაც არ უნდა გადამება, მაინც წამოვიდო და ყველაფერი, იმიტომ რომ რაც თქვი, მართლა ყველაფერი წამოვიდა. გარდა ერთი ჩხუბისა, რაც იყო ჟეპეცკი, დიდი ანდერდოგი იყო ძალიან და გათვითცნობიერებული მქონდა, რომ ძნელი იქნებოდა ამ პოზიციის გამწვანება. მქონდა ბილეთები ჟეპეცკიზე და მხოლოდ მაგ ბილეთებმა გამიფუჭა, მაგრამ არაუშავს, მაინც არ ვიყავი ძალიან დამოკიდებული ჟეპეცკიზე, უბრალოდ მიბმული მქონდა სხვა ჩხუბები, სხვა ყველაფერი წამოვიდა კიდევ ერთხელ. საბოლოო ჯამში გადამწვანებული კარდი დაგვრჩა. თან ყველაზე მეტად რაც გამიხარდა, წინა კვირას მქონდა ყველაზე მეტი დონაცია, ყველას ჩაუყარე საერთოდ ერთი ბილეთის გარდა, რაც გავაგზავნე ბილეთები, ერთი ბილეთი იყო მარტო სადაც ჟეპეცკი მქონდა აღებული, ეგ არ წამოვიდა, დანარჩენი ყველაფერი წამოვიდა. მერე ბრძოლის დღეს კიდე რამდენიმე ბილეთი დავამატე ჩემით და სულ გამომივიდა 10 ბილეთი, რაც გამომწვანე. გუშინ ჩაუჯექი წინა ბეტინგის ვიდეოს და მართლა ყველაფერი ისე წამოვიდა იმ პოზიციებიდან, რაც ვილაპარაკე. როგორც თქვი, ისე იყო ჩხუბებიც. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რთულია, არ არის ხშირად ესეთი კარდები. ფიზიკურად ვერავის ვერ მივცემ იმის გარანტიას, რომ ამ კვირასაც, ან შემდეგ კვირასაც იგივენაირად იქნება და იგივენაირად წამოვა ბილეთები. ეხლა კი განახებთ, ვიცი, გაინტერესებთ ყველას ჩემი ბილეთები, რა როგორ გავამწვანე. მოკლედ 10 ბილეთი, სულ როგორ თქვი, პირველი იყო ის წინა ბილეთი, რაც მქონდა, ანუ წინა კვირას ბრძოლის დასრულების დროს დუპლესის მეხუთე რაუნდიან დესიჟენი მივამატე და ორი ბრძოლა დავამატე, ყველაზე მეტად რასაც ვენდობოდი, ნურულო ალიევის გამარჯვება და აქსელ სოლას გამარჯვება, წამოვიდა ორივე ჩხუბი. მეორე ბილეთი იყო აბუ-დაბის მთავარი ბილეთი, ნურულო ალიევის მესამე რაუნდიან დესიჟენი 1-97 წამოვიდა დესიჟენით მოიგო ნურულომ. მეორე აქსელ სოლას უბრალო გამარჯვება, პირველივე რაუნდში დააფინიშა აქსელ სოლამ და მესამე მქონდა აღებული ისლამ დულატოვის პირველი რაუნდის ფინიში. 1-90 კოეფიციენტი იყო. ბრძოლის დღეს რაღაც დაავადება დაემართა, ამოვარდა ჩხუბიდან, ეს პოზიცია გაუქმდა და წამოვიდა ეს ბილეთი 3-03 კოეფიციენტი. მესამე ბილეთი იყო ნურულო ალიევის მესამე რაუნდიან დესიჟენი 1-92 და აქსელ სოლას ფინიში 2-35 მშვენიერი კუში. მთლიანობაში 4-51. ნურულო ალიევი საერთოდ ჩემი ლოქი იყო ამ კარტზე და ყველა ბილეთში მაქვს საერთოდ. მეოთხე ბილეთი აქაც ნურულო ალიევის მესამე რაუნდიან დესიჟენი და პლუს უოლკერ უოლტერის ფინიში. კი არა და საბმიშენ. 2-50 კოეფიციენტით პირველ რაუნდშივე კილჰუკი არ გამოუვიდა, მაგრამ კალფ სლაისერი დაიჭირა დასაბა. ვიძახდი წინა ვიდეოში, არ ვიცი რატო აქვს ამ ხელა კოეფიციენტი თქო, მით უმეტეს წინა ჩხუბებში საბმიშენს ბევრად დაბალი კოეფიციენტი ჰქონდა, არ ვიცი, მოკლედ გვაჩუქეს 4-80, ეს წამოვიდა ესეც. მეხუთე ბილეთი იყო აქსელ სოლას ფინიში, პირველი პოზიცია და რამაზონ ბექს ტემიროვის
გამარჯვება უბრალოდ 1.88 ტემიროვმაც პირველივე რაუნდში დააფინიშა, ესე იგი 4.42 კოეფიციენტი. მეექვსე ბილეთი ნურულო ალიევი ისევ უბრალო გამარჯვება, აქსელ სოლას უბრალო გამარჯვება და ტემიროვის უბრალო გამარჯვება 4 კოეფიციენტი იყო ეს. მეშვიდე ბილეთი ნურულო ალიევის გამარჯვება ისევ და ისევ აქსელ სოლა, უოლტერ უოლკერის საბმიშენი და ტემიროვის უბრალო გამარჯვება 10 კოეფიციენტი. ეს ძალიან კაი ბილეთია. მერვე აქ უკვე ბოლოსკენ ცოტა გავთამამდი. ნურულო ალიევის მოგება მერვე ბილეთში, აქსელ სოლას მოგება, უოლტერ უოლკერის საბმიშენი, ტემიროვის გამარჯვება, ეს იგივე ბილეთია. იგივე ბილეთი გამოდის, ანუ სულ მთლიანობაში 9 ბილეთი გამოდის, ხო რა, 9 ბილეთი გამოდის, რაც გამწვანდა. ეს დავწერე უშუალოდ ქარდის განმავლობის დროს. აქ ავიღე აი ვაგაევის ჩხუბი სანამ დაიწყებოდა, მაშინ დავწერე ვაგაევის მოგება ავიღე, თან ცოტა ვნახე რომ კოეფიციენტი გაზრდილი ქონდა, მოიგო დესიჟენით ვაგაევმა ცოტა გაუჭირდა, მაგრამ 2 რაუნდის ხარჯზე მოიგო 1.53 ეს წამოვიდა. მეორე პოზიცია რაც არის ეს ჩემმა საიტმა, მე სადაც ვბეთაობ, მომცა სპეციალური შეთავაზების პოზიცია, ასე ვთქვათ. ესე იძლევა ხოლმე ჩემი საიტი, იმიტომ რომ პოლონური საიტია და პოლონურ მებრძოლებზე არის ხოლმე ესეთი განსხვავებული პოზიციები. აქ ეს პოზიცია იყო, რომ ჟეპეცკი მოიგებდა ან ფინიშით, ან ჩანკო მოიგებდა დესიჟენით 1.66 კოეფიციენტი. ეს იყო, ასე ვთქვათ, ჟეპეცკის დამზღვევი ბილეთი. აქ ავიღე ეს პოზიცია, წამოვიდა, ჩანკო მოიგო დესიჟენით და მესამე პოზიცია იყო ტემიროვის მოგება. ტემიროვსაც ცოტა აეწია, კოეფიციენტი 1.94 ქონდა, 4.71 კუში საერთო ჯამში მშვენიერი ბილეთი და ბოლო ეს დავწერე უშუალოდ live betting-ის დროს პირველი რაუნდი როცა მორჩა ჩანკო ჟეპეცკის ჩხუბში. პირველ რაუნდში გამოჩნდა ყველაფერი ჯოგნი და ძალიან ჩანკო ჟეპეცკის დავაზღვიე და დაუდე ჩანკოს decisions. 2 ქონდა კოეფიციენტი და ამაზეც ესეც წამოვიდა. სულ ეს იყო წინაკვირის ბილეთები. სულ 9 ბილეთია, როგორც ხედავთ, ვინც დამიდონატა 7 ბილეთი მქონდა მათთვის ჩაგდებული, აქედან 6 წამოვიდა. მერე ჩხუბების მერე მივიღე ასევე მადლობის დონაციები. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამისთვის. მთლიანობაში უფრო გახარებული იმაზე ვარ, რომ სხვებს ესე მოვაგებინე, ვიდრე მე თვითონ მოვიგე. თან ანუ დონაციას რო არ გაგეკეთებინათ და ჩემ ბილეთები რო არ მეჩვენებინა, ეს ყველაფერი ბილეთები რაც მაქვს გაკეთებული და რა პოზიციებიც მაქვს აღებული, ზუსტად მხოლოდ ამ პოზიციებზე მაქვს ნალაპარაკები წინა ბეტინგ ვიდეოში და თუ ვინმე აიღეთ პოზიციები მაქედან აუცილებლად ნახავდით წარმატებას. ამ კვირისთვის ერთი ბილეთი მაქვს უკვე გაკეთებული და ეხლა განახებთ. ეს ისეთი ბილეთია მსგავსი როგორც წინა კვირას გავაკეთე, სანამ მთავარი ჩხუბი დამთავრდებოდა, მაგ დროს მთავარი ჩხუბიდან ერთი პოზიცია ავიღე და მივამატე 2, ასე ვთქვათ, ჩემთვის უეჭველი პოზიცია, რაც იყო ამ UFC ბელგრადის ქარდისთვის. გაჩვენებთ ეხლა ეს იყო აი ეს ბილეთი. პირველი პოზიცია, რაც გამწვანდა უკვე, ერთი პოზიცია რაც ავიღე, არის მაგომედ ანკალაევის მეხუთე რაუნდი ან დესიჟენით გამარჯვება 3.91 ძალიან მაგარი კოეფიციენტი. მეხუთე რაუნდში დაასრულა ჩხუბი მაგომედ ანკალაევმა და წამოვიდა ეს პოზიცია და ამას მივაბი მათეუშ რებეცკის გამარჯვება 1.28 კოეფიციენტით და ნავა ჰოსტინგის უბრალო გამარჯვება ასევე 1.35 კოეფიციენტით. მთლიანობაში 6.58 კოეფიციენტია. ამ კვირისთვის ზუსტად ეს ბილეთი იქნება ჩემი მთავარი. გადავიდეთ ახლა ჩვენი ამ კვირის ჩხუბებზე და ამ კვირასაც ზუსტად გეტყვით მხოლოდ და მხოლოდ იმ პოზიციებს, რაც თვითონ მე მაქვს აღებული ბილეთებში. მართალია ეს კარდი ჩემთვის არ არის ისეთი კარგი, როგორც წინა იყო ბეტინგის მხრივ, თუმცა აქაც არის რაღაც ჩხუბები, საიდანაც შეიძლება ბილეთების გაკეთება და ზუსტად მაგაზე დავიწყებ ლაპარაკს, გავისწორებ სათვალეებს და შევბეროთ. ოკეი, პირველი ჩხუბი, ჯოვან ლეკას ჩხუბი, ალექსანდრ პოპეკის წინააღმდეგ. ჯოვან ლეკა არის სერბი ჰევივეითი, რომელიც დებიუტს გააკეთებს ახლა UFC-ში, პოპეკიც დებიუტს აკეთებს. ლეკა არის ჰევივეითი, თავის კარიერა მთლიანად ჰევივეითში აქვს ჩატარებული, ხოლო პოპეკი ეხლა ადის ჰევივეითში, ლაით ჰევივეითში ასპარეზობდა. შორტ-ნოუთის ჩხუბია, დათანხმდა პოპეკი, რა თქმა უნდა, UFC-ს საგზურზე უარს არ იტყოდა და ვფიქრობ, რომ ძალიან რთული მისია ექნება, რომ ლეკა დაამარცხოს ამ ჩხუბში.
ორივე მებრძოლს აქვს დანავაითის კონტენდერებში ნაჩხუბარი, ერთხელ ლეკამ მოიგო, თუმცა decision-ით მოიგო და ვერ მოიპოვა კონტრაქტი, იმის შემდეგ წავიდა 2 ჩხუბი იჩხუბა და ეხლა იძლევა შანსი, ხოლო პოპექს ჯამალ ჰილთან აქვს ნაჩხუბარი, წაგებული აქვს. გამოცდილია ორივე, მე მომწონს ლეკას შანსები ამ ჩხუბში და ასევე მომწონს მისი პოზიცია. ვფიქრობ დიდი შანსია რომ დააფინიშოს პოპეკი ამ ჩხუბში, მაგრამ თუ არ დააფინიშა decision-ით მაინც მოიგებს. 1.47 აქვს ლეკას უბრალო მოგებას. ვფიქრობ რომ მშვენიერი კოეფიციენტია. ეს კოეფიციენტი დღეს დაიდო, წინა დღეებში საერთოდ არ მქონდა. მეგონა რომ ბევრად ნაკლები კოეფიციენტი ექნებოდა, თუმცა 1.47 მისცეს, მშვენიერია. მომწონს უბრალო გამარჯვება და ჯოვან ლეკას ფინიში. ფინიშს აქვს 2.18. ვფიქრობ ეს ორივე პოზიცია ასაღებია. მეორე ჩხუბი გადავახტებით ბევრ ჩხუბს, არ მომწონს ბევრი პოზიციები და მივადექით პირდაპირ ობანელიოტს მაიკლ ოლივეირას წინააღმდეგ. მაიკლ ოლივეირა დებიუტს აკეთებს, ძალიან მაგარი სტრაიკერია, ძალიან მაგარი კონტრდამრტყმელია, დაუმარცხებელია, ძირითადად სულ ფინიშები აქვს პირველ რაუნდში და ვფიქრობ რომ ობანელიოტს დაიჭერს რაღაცაზე და დააფინიშებს. უბრალო მოგებას 1.27 აქვს, არ მომწონს ესე უბრალო გამარჯვების აღება, მაგრამ რაც მომწონს ამ ჩხუბში არის მაიკლ ოლივეირას გამარჯვება ნოკაუტით, 1.54 აქვს კოეფიციენტი. ეხლა ამ მომენტში ჩემ საიზზე არ მიჩვენებს დამატებით პოზიციებს, მხოლოდ მებრძოლების მოგებებს მიჩვენებს, მაგრამ აღებული მაქვს უკვე ბილეთში და 1.54 ქონდა. ვფიქრობ შეიძლება პირველი რაუნდის ნოკაუტის აღებაც, მაგრამ 1.54 მშვენიერი კოეფიციენტია უბრალო ნოკაუტი. შემდეგი ჩხუბი ოლივეირას შემდეგ ხო ლუდოვიტ კლეინი ტოფიკ მუსაიევის წინააღმდეგ. კლეინის შანსები მომწონს ამ ჩხუბში, ვფიქრობ უკეთესი სტრაიკერია. არ მგონია ნახდად მუსაიევი რომ ტეიქდაუნს გაუკეთებს კლეინს, არც მგონია რომ შეეცდება, ვფიქრობ დგომში წარიმართება ეს ჩხუბი და დგომში ბევრად უკეთესია კლეინი. ერთადერთი რაც არის ამ ჩხუბში არის ის რომ კლეინს კოჭი ქონდა მოტეხილი და რამდენად შეხორცებული და აღდგენილი აქვს ეგ კოჭი, ეგა ამბავი, ეგ რო არ იყოს ამ ჩხუბში, ვფიქრობ ბევრად დიდი ფავორიტი უნდა იყოს, ეხლა 1.40 აქვს. მე განსაკუთრებულად რაც მომწონს არის კლეინის ნოკაუტიან decision-ი. Submission threats ვერ ვხედავ კლეინისგან, არ არის საერთოდ ძირს არ აქვს სკილები და დგომში აქვს სულ ნოკაუტები, არ ცდილობს რომ თუნდაც რომ დააზიანებს მეტოქეს რამე მოუნახოს, მიდის დასანოკაუტებლად და დასაფინიშებლად. ვფიქრობ რომ თუ მოიგებს, ან ნოკაუტით მოიგებს, ან decision-ით 1.59 აქვს ნოკაუტს ან decisions. ცოტათი ემატება კოეფიციენტი უბრალო მოგებასთან შედარებით და რატომაც არა, მომწონს ძალიან ლუდოვიტ კლეინის ნოკაუტი ან decision-ი 1.59 კოეფიციენტით. შემდეგ ჩხუბი ვლასტო ჩეპო გილბერტ ურბინას წინააღმდეგ. ვლასტო ჩეპოც სერბი მებრძოლია, ისიც დებიუტს აკეთებს ეხლა, ძალიან wild მებრძოლია, ძირითადად სულ პირველი რაუნდის ნოკაუტები აქვს. ხელები ჩამოშვებული აქვს და გამოდის მოსაკლავად, არანაირი ტექნიკა, არანაირი თავის დაცვა. აძლევენ ურბინას, ურბინა ძალიან დაბალი დონის მებრძოლია, იცის UFC-მ რასაც აკეთებს, თავის ქვეყანაში ვლასტო ჩეპოს აძლევს. ისეთ მეტოქეს რომ პირველივე რაუნდში დააფინიშოს, 1.27 აქვს ჩეპოს, უბრალო გამარჯვება არ მომწონს, მაგრამ მომწონს ვლასტო ჩეპოს პირველი რაუნდის ნოკაუტი, რასაც აქვს კოეფიციენტი 1.74, უფრო მეტი ქონდა წინა დღეებში, ახლა დაეწია. ეს მომწონს და ასევე ვლასტო ჩეპოს პირველი ან მეორე რაუნდის ფინიში 1.41 აქვს ჩემთან. ეს ორი პოზიცია მომწონს ამ ჩხუბიდან. შემდეგ ჩხუბი მივადექით co-main events, ნაოჰო სტირლინგი იან ბლაჰოვიჩის წინააღმდეგ. აქ მომწონს ნაოჰო სტირლინგი, თუმცა არ მომწონს მისი კოეფიციენტი 1.32 აქვს. ბლაჰოვიჩი 43 წლისაა, უკვე ასაკშია, მაგრამ ყველას მაინც კარგად და თანაბრად ეჩხუბება. არ ველი ნახდად რომ ნაოჰო სტირლინგი მას გადაულის, ვფიქრობ რომ decision-ით მოიგებს უფრო სტირლინგი და ამიტომ მომწონს ამ ჩხუბში ნაოჰო სტირლინგის მესამე რაუნდიან decision-ი 1.80 აქვს და ყველაზე მეტად ამ ჩხუბში კიდევ ერთი პოზიცია რაც მომწონს არის ჩხუბი რო დასრულდება მესამე რაუნდში ან decision-ით, ეს ყველაზე safe მგონია 1.35 აქვს. არც ერთი მხრიდან არ ველოდები ფინიშს და მაგიტო ვირჩევ ამ პოზიციას. და ბოლოს მთავარი ჩხუბი უროს მედიჩი დანიელ როდრიგეზის წინააღმდეგ. ვფიქრობ უროს მედიჩი გააკეთებს იმას, რასაც სულ აკეთებს, გამოვა და პირველ რაუნდში გადაულის დანიელ როდრიგეზს, ან მაქსიმუმ მეორე რაუნდში 1.24 აქვს, ძალიან დიდი ფავორიტია, ესე უბრალო მოგება არ მომწონს, მაგრამ მომწონს უროს მედიჩის პირველი ან მეორე რაუნდის ფინიში 1.47 აქვს ეხლა ჩემთან, მშვენიერი კოეფიციენტია, ან კიდე
ცოტა რომ გავამწვავოთ. უროს მედიჩის პირველი რაუნდის ნოკაუტი 2-0 აქვს. ესეც ძალიან მომწონს და შეიძლება ცოტა გარისკვა უროს მედიჩის მეორე რაუნდის ნოკაუტზე, ასევე 4-95 აქვს. პირველში თუ გადაურჩა, დიროდი ვფიქრობ მეორეში ვეღარ გაკაჩავს და დაფინიშდება ნოკაუტით. უროს მედიჩი ერთპიროვნულად სტრაიკერია, არ უყვარს გრეპლინგი და ესე ნოკაუტით აფინიშებს ყველას. არ მგონია რომ იყოს საბმიშენის საშიშროება, ამიტომ ვენდობი უროს მედიჩის ნოკაუტს. სულ ეს იყო ჩვენი ამ კვირის ბეტინგ განხილვა. უცებ ჩაუყევით ყველა ჯგუფს. ვილაპარაკე მხოლოდ ის პოზიციები, რაც პირადად მე მომწონს და პირადად მაქვს ბილეთებში აღებული. შეგიძლიათ ესე რაც ვილაპარაკე იქიდან გამომდინარე, გადააწყოთ პოზიციები და გააკეთოთ ბილეთები, რა თქმა უნდა, თუ მოგწონთ ჩემი ნალაპარაკები. და თუ მაინდა-მაინც ჩემი ბილეთები გაინტერესებთ, დონაციის ლინკი აღწერაშია, შეგიძლიათ შემომიგდოთ დონაცია, მეილი მიუთითოთ და ჩაგიგდებთ ჩემ პირად ბილეთებს. ამ კვირასაც მაქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ მომწონს ეს კარდი იმდენად, როგორც წინა კვირის კარდი მომწონდა, მაგრამ ამ პუშების აღება ვფიქრობ შესაძლებელია. კიდევ ერთი რაღაც მინდა გითხრათ, ყველას გირჩევთ, რომ ძალიან არ შეყვეთ ამ ბეტინგს, აი მეც ახლა 3 კვირაა ზედიზედ ვამწვანებ და ვცდილობ, რომ ძალიან არ შევყვე, იმიტომ რომ მოვა ის დროც, რომ არ გამწვანდება ბილეთები, არ ვუთამამდები, დიდი გამოცდილება მაქვს ამ ამბავში და ვიცი რომ როცა ზევით და ზევით ადიხარ რაღაც მომენტში ისევ ქვემოთ ეცემი, მე შევეცდები სულ ქვემოთ არ დავეცე და სადაც შუაში მაინც გავჩერდე. დიდი მადლობა და ლაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ ჩემი არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი და დამიწერეთ კომენტარები რას ფიქრობთ პოზიციებზე, როგორ მოგწონთ ჩემი პოზიციები და რას ფიქრობთ საერთოდ ბეტინგის მხრივ თქვენ თვითონ ამ კარდზე. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.